აბო აბაჯიას ამ ანომალურ ცხოველში $1000 უხდიდნენ, მაგრამ მან ეს საოცარი ორსქესიანი 6 ფეხა ცხვარი არ გაყიდა. ფერმერი ცხვარს დღემდე განსაკუთრებულად უვლის და ამბობს, რომ 50 წელია რაც ცხვარშია, მაგრამ მსგავსი ანომალია არ ახსოვს. თანხა მადლის $1000 არ მივეცი. მაგრამ უნდა იყოს ანტიკვარად. 50 წლისა ვარ განაცვლე და 4 წელი და ცხვარ დავდებ. ეს პირველი შემთხვევა მოხდა ეგეთი. ბევრი მოდიას ნახულობენ ბატკარ, ოჩერედი ახლა რომ მოდი ახლა ხან ჩემბიტი და უხდება ხან ვიღაცა აჩვენებენ, ყველას აჩვენებენ რომ 6 ფეხა გაინტერესა ორ ისა ქესი ცხოველიო და აჩვენებენ აკაკოს. 6 ფეხა ცხოველის დედა თარაკულა ჯიშისაა. ბატკანი სრულფასოვნად იკვებება და მას 6 ფეხი არც გადაადგილებაში უშლის ხელს. მისანახავად არა მარტო კახეთის, არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ხშირად დადიან. ეგეთი შემთხვევა 33 წლისა ვარ და არ მახსოვს. არც მინახე. მე ვიცი რომ რაღაც მშობიარობის დროს იყავი შენ. კი, და თავიდან 4 ფეხი რო უჩვენა გამიკვირდა, მე ვთქვი 2 ყავს და ორივე ერთად მოდის მეთქი და მე მწყემსი დავიხმარია, ეხლა ვისაც სხვარი ყავს გარეკილი და როგორც იყო დაიბადა რა. პირველი შემთხვევა არ არის, რაც კახეთში ცხოველთა ანომალური მოვლენები ფიქსირდება. შარშან ახმეტაში კატამ ძაღლი გააჩინა. დედოფლის წყაროში კი 3 ფეხა კატა დაიბადა.